საფერავის საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ღვინის კალენდარში 30 ნოემბერი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით საფერავის საერთაშორისო დღედ ჩაიწერა. რას ნიშნავს ეს ქართული ღვინისთვის? როგორ აღინიშნება ის დამთლიანობაში, როგორია გლობალურ ბაზარზე ქართული ღვინის პერსპექტივა და გამოწვევები? სტუმართან საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტთან შალვა ხეცურიასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. გილოცავთ, იმიტომ რომ თვითონ ეს ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დაახლოებით წარმომიდგენია რამხელა სამუშაოს გაწევა მოგიწევდათ იმისთვის რომ ასეთ კალენდარში ამ მნიშვნელობის კალენდარში ქართული საფერავი მოხვედრილიყო. თავდაპირველად ამ მიმართულების მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ, რას ნიშნავს ეს ქართული ღვინის ბაზრისთვის და რას აძლევს საქართველოს როგორც ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია და ამბიცია აქვს რომ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო და შეგვიძლია ქართული ღვინო რაც შეიძლება მეტ ბაზარზე გავყიდოთ. დიდი მადლობა პირველ რიგში ტრადიციული ინტერესისათვის. მსოფლიო ღვინის კალენდარი არის ჩამონათვალი ყველა მნიშვნელოვანი ღვინის დღის. ყველა ქვეყანას აქვს თავის რაღაც გარკვეული დღეები. თქვათ არის კაბერნე სოვინიონის დღე, არის მერლოს დღე, პინო ნუარის დღე და ასე შემდეგ. ჯამში ეს არის დაახლოებით 50-მდე დღესასწაული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენთვის საფერავის გაჩენა ეს ნიშნავდა და ნიშნავს იმას, რომ ხო წარმოგიდგენთ რამდენი ადამიანი ათვალიერებს წლის განმავლობაში მსოფლიოს ღვინის კალენდარს, ხო? ამით ხელმძღვანელობენ თქვათ ხშირად რესტორნები, უბრალოდ მომხმარებლები, რომ ეს არის რაღაც დამატებითი კარგი საბაბი, თქვათ აღნიშნოს, ხო? ჯერ ერთი ეროვნული რაღაცნაირი ღირსების და სიამაყის ამბავია, ხო? იგივე საფრანგეთში თქვათ ბოჟოლე ნუვოს დღე, ხო? დიდი დღესასწაულია, ხო? და აი ასეთი თქვათ ყურადღების მიქცევის და ის რომ საფერავი ესეთი საინტერესო ჯიში არის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს არის მართლა საერთაშორისო მნიშვნელობის ჯიში, თუმცა უნდა გვესმოდეს რომ არა მხოლოდ საფერავი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კიდევ საინტერესო ჯიში, უბრალოდ შეუძლებელი არის რომ ყველაფერზე ერთდროულად ილაპარაკო უნებრივია. და მეორე კიდე რაც ძალიან კარგი არის ის რომ ორმა ძალიან დიდმა ღვინის ორგანიზაციამ მსოფლიოში, პირველ რიგში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციამ, რომლის წარმომადგენლობა ჩვენა ვართ საქართველოში და ასევე WSET, Wine and Spirit Education Trust, რომელიც არის ყველაზე დიდი ღვინის განათლების პლატფორმა, მათ ეს აღიარეს და უკვე თქვათ შემდეგი ეტაპი ეს ინფორმაციის გავრცელება თავიანთ წევრებში, თავიანთ კურსდამთავრებულებში, რომლებიც არის ათობით 1000 ადამიანი. ახლა მხოლოდ ჩვენ ასოციაციას ყავს 40000 წევრი. ესენი არიან სომელიები, რომლებიც მუშაობენ ღვინის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან, ანუ პრემიალურ სეგმენტში, ხო? საერთაშორისო მასშტაბით. საერთაშორისო მასშტაბით და WSET გლობალი, ხო, ასობით 1000 ადამიანი მთელ მსოფლიოში 80-მდე ქვეყანას მოიცავს. საფერავის დღე ეს არის საქართველოზე ხაზგასმა ბუნებრივია, ხო? საფერავი ხა აიკონიკ, მართლა აიკონიკ ჯიში არის, სინამდვილეში ესე არის და თავის ამ სხვადასხვა გამოვლინებებით სხვადასხვა და ისეთი სიამაყით ყვებით, რომ წარმომიდგენია რამხელა სამუშაოს გაწევა დაგჭირდებოდათ. როგორი იყო პროცესი, როგორ მივედით აი ამ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე? ეს იყო მოლაპარაკებები და ეს ამ მოლაპარაკებებს არ ექნებოდა არანაირი შედეგი, რომ მართლა არ იყოს საფერავი ასეთი მნიშვნელოვანი ჯიში. მე ვიტყოდი, რომ ეს საფერომა გააკეთა ეს საქმე, ჩვენ უბრალოდ ვიყავით ამის თქვათ რაღაცნაირად შესრულებული. მეტი იმიტომ რომ მართლა იმსახურებს ეს ჯიში ამ ამბავს. თვითონ აღნიშნაც შევეცადეთ რომ გაგვეკეთებინა ისეთი რომ ყურადღება მიექცია სოფლიოს, ხო? ვთქვათ, წელს აღნიშნა იყო თელავის ისტორიულ მუზეუმში პირველი ნაბიჯი მთავარი და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გურამს მუზეუმის დირექტორს ქალბატონ ქეთიხუცშილს. მათი ფონდებიდან ჩვენ შევკრიბეთ 13 ყველაზე მეტად საინტერესო და რელევანტური ნამუშევრები, რომლებიც მოუხდებოდა ამ გამოფენას. სხვათა შორის ჩვენ ღვინის დაბადების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წელს, რომელიც ქუთაისში აღნიშნეთ, მითიური კოლხეთის დედაქალაქში, ჩვენ მქონდა ქუთაისის სამხატვრო გალერეაში ანალოგიური პროექტი მასპინძლობის სფერები, სადაც შედგა ეს ღვინის ნარატივის და ასეთი დონის ფერწერის შეთანხმება და რაც თავარია, გუშინ ჩვენ მქონდა რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლი, ეს არის ღვინის დაბადება, არაჩვეულებრივი ქართველი რეჟისორის გიორგი სიხარულიძის სპექტაკლი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე, გიორგი ყიფშიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, ლუკა ჩიბუხაია, აი არაჩვეულებრივი დასი და რუსთავის სახელმწიფო ანსამბლი, რომელმაც ეს იყო
აი რაღაცნაირი შეხამება თან ვოკალი არჩეულებრივი ხო რუსთავი მიშო ჯავახიშვილი არ ვიცი ხო თან ესეთი აი როგორ გითხრათ აი ზუსტად შერჩეული ქორეოგრაფია ამ სპექტაკლისადმი და ეს იყო რაღაცნაირი დღესასწაული მანამდე მინდა გითხრათ რომ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ზუსტად ეს სპექტაკლი ქუთაისელი მსახიობებით არჩეულებრივი დასიკაც და იქაური მე ვიტყოდი მართლა საერთაშორისო მასშტაბის მსახიობებიც ქალბატონი ენდი ძიძავა ხუტუნაშვილი დათო რუინიშვილი ქალბატონი მარიკა სამანიშვილი და ასევე იქაური სახელმწიფო ანსამბლი იქაური სახელმწიფო კაპელა ოპერის და ბალეტის თეატრის დირექტორის ქალბატონი ნინა ლომინას ხელმძღვანელობით ანუ ძალიან ბევრი ხალხი ანუ არტის შემოსვლა ნახეთ აი არტის შემოსვლა რა მიზანი აქვს აი ამ არტის შემოსვლას ღვინის სეგმენტში ღვინო თვითონ არტი ოღონდ ამას ახლა ყალბი პათოსის გარეშე ვამბობ ოღონდ ნამდვილად არა მე გეთახმებით უბრალოდ ხო აი თვითონ მაქსიმალურად რომ ავუხსნათ არამატერიალურ კულტურაში ჩვენ ხა ყველას გვამეყება კინო ჩვენი მუსიკა აი არაჩვეულებრივი სიმაღლეების ხო თეატრი ფერწერა ხო მაგრამ მატერიალურ კულტურაში ღვინოზე მეტად მნიშვნელოვანი რთულია რამე იყო არა მხოლოდ საქართველოში და აი ამათი თქვათ ესეთი სინთეზი ხო ჩვენ გვაძლევს მეტ შანსს რომ ჩვენი კულტურის ექსპორტი მოვახდინოთ და ღვინო იყოს ამის ერთ-ერთი აიკონი იგივე მუსიკასთან, იგივე ფერწერასთან, იგივე თეატრთან ერთად. ზუსტად ამ მიზანს ემსახურებოდა ქალბატონ ნანას ჯორჯაძესთან ერთად ჩვენი ასოციაციის მიერ შექმნილი ფილმი ღვინის ლოვანი ბერეტა. აი ზუსტად ამ მომოცანას ამ ფილმის კახეთის პრემიერა ჰქონდა სხვა შორის 30 ნოემბერს რედისონში. მე მინდა მართლა აი იმიტომ არა რომ ეს ვალდებული ვარ ეს გავაკეთო, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ღვინის სააგენტოს, რომელიც მუდმივი ჩვენი მხარდამჭერია სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის სააგენტოს, ესაა სწორი. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ასევე მუდმივად ღვინო და ტურიზმი ეს არის აი როგორ გითხრათ მარჯვენა და მარცხენა ხელი ხო ხა ბევრი ქვეყნის მაგალითია რომელიც ამას გვაჩვენებს ხო იტალია ავიღოთ 50-60 წლის წინ ხო თბილისის მერიას რომელიც ძალიან დაგვეხმარა წელს ასევე თეატრში ჩვენ ტრადიციულ პარტნიორს ეს არის რადისონ კოლექშენი წინანდალი სადაც აი არ ვიცი არაჩვეულებრივი სივრცე უბრალოდ მარიოტი რა თქმა უნდა თბილისი მარიოტი აი ვიღაც გამოგრჩება ამიტომ ყველას აი ყველა თელს ჩვენს შემადგენლობას 50-მდე ადამიანი იყო ჩართული ამ გუშინ და გუშინწინდელი დღეების მომზადებაში. შეიძლება მეტიც. ჩვენი 20 ადამიანი არეგულირებდა აი საფერავი გრანდ პეარინგი, ხო? ყველა ვიცით თქვა საფერავი ჩვენი მართლაც ლოკომოტივი ჯიშია, ხო? ასევე სოფლიო გასტრონომიაში არსებობს ლოკომოტივი ხორცის კერძები, ვთქვათ, ხო? კერძი რომელიც არის თავისთავად კატეგორია, ვთქვათ. აი სტეიქთან საფერავი შეხამების თემა. აი გაიცანით ხომ სულ მაქვს ის რომ რამდენად სწორად უხამებენ მათ შორის იგივე სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები ამათ თუ იმ კერძს თუნდაც იგივე საფერავს. სუბიექტურია გემო მაინც. ადამიანი ირჩევს თვითონ გემოების შეხამებას, რა თქმა უნდა ძალიან სუბიექტურად, მაგრამ აქ მარკეტინგის ამბავია მთლიანად. იმიტომ რომ ნომერ პირველი თქვათ ცნობადობით ხორცის კერძი დედამიწაზე მართლაც შეიძლება ითქვას რომ არის სტეიკი. რა თქმა უნდა სხვა ბევრია კიდევ, მაგრამ მაინც ჩვენი მცდელობა არის ამ წლების განმავლობაში. ხო თქვენ ხო გესმით რომ ეს ერთჯერადი და ერთი ღონისძიებით და ეხლა რა თქმა უნდა მას მოყვება შლეიფი მარკეტინგული ძალიან ბევრი აქტივობების ჩვენ ვიღებდით ამას ფილმში, ეხლა ქალბატონ ნანასთან ერთად მეორე ფილმს ვაკეთებთ. და გარდა ამისა ძალიან ბევრი საკომუნიკაციო პროდუქტები იქნება, რომელსაც დავავრცელებთ მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ამას დრო სჭირდება, ხო? ამიტომ ჩვენ გვინდა ვეცადოთ, რომ ღვინის მოყვარულებს თან სოფლიოში, ვთქვათ, აი მათ ეთერში, ხო, თქვენს ენაზე რო ვთქვათ, ხო? აი მოვახვედროთ საფერავი, როგორც სტეიკი, ერთი რაღაც აი ეს ღვინის სამშობლოდან რაღაც ხო ნომერი პირველი ქვეყანა ისტორიით, ხო? რაღაც აი რა არის ნომერ პირველი ჯიში, ვთქვათ, ამ ქვეყანაში, რაღაც ასეთი ამბავი. რაც შეეხება სპექტაკლს, ჩვენ გვინდა ეს ვაქციოთ საექსპორტო პროდუქტად. მინდა გითხრათ, რომ ჯერთი საქართველოში გვინდა გავაგრძელოთ ეს და ჩავთვალეთ ბატონ გიორგი სიხარულიძესთან ერთად, რომ ადგილობრივი დასებით ყოველთვის ვეცადოთ ესენი გავაკეთოთ და ასევე უცხოეთში ამ 3 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გავიტანოთ ეს სპექტაკლი, როგორც ასეთი ჩვენი კულტურული პროდუქტი ფილმთან ერთად ბუნებრივია, რომელსაც ახლა ქალბატონ ნანასთან ერთად ვაკეთებთ. კი ბატონო, თქვენ იმდენ დაუშვათ ორგანიზაციას თუ სტრუქტურას გადავუხადეთ, მადლობა რომ აქ ძალიან ლოგიკურად ჩდება კითხვა, რომ რეალურად თვითონ ამ სეგმენტში მომუშავე ადამიანები და ამ სეგმენტ ისინი, ვინც რეალურად ქართული ღვინის ბიზნესს ქმნით, რამდენად
გაიზარდა ამ წლების განმავლობაში პოპულარობა ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე. ერთის მხრივ ღვინის ეროვნული სააგენტო მართლა ძალიან ბევრ გამოფენას თუ კამპანიას აწარმოებს და თითქოს ძალიან ბევრი სამუშაო ამ მიმართულებით გაწეული, მაგრამ შედეგს რამდენად გრძნობთ თავად კომპანიები და რამდენად იგრძნობა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია რეალურად საერთაშორისო ბაზრებზე სხვა მასშტაბზე ასული, გარდა იმისა, რომ ბუნებრივია ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ღვინო და ალია ვამაყოთ მათ შორის იმის საფერავით, მაგრამ თქვენ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ამას ჭირდება მეტი პოპულარიზაცია. პირველ რიგში საქართველოს სომელითა ასოციაციას ყავს 100-ზე მეტი პარტნიორი მეღვინეობა და აი მართლა მინდა გითხრათ, აი დღეს ახლა ფოტო გამომიგზავნეს 2004 წელი და რესტორან მეიდანში ვატარებთ პირველ შეხამებას, ესეც აი საფერავი გრანდ ფიარინგზე გამოხსენდა ჩვენი ღვინოების ქართულ კერძებთან. აი რა ხალხი ზის უბრალოდ იქ, აი არ ვიცი, ჩვენი მეღვინეობის ლეგენდები, ხო, ბატონი გოგი თუშმაიშვილი, ბატონი თამას კანდელაკი, ბოლონდო კალანდაძე. ეს არის პროცესი. რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში და ორ დღეში ესე ვერ ხდება. ჩემი აზრით, ის რაც ახლა ტარგეტირებული ბაზრები არის და რაც მიმდინარეობს ეს კამპანიები და განსაკუთრებით როცა პარტნიორები არსებობენ იქ და ის ნაბიჯი ხა შემდეგი რაც მოდის, რომ ამ პარტნიორებთან ერთად უკვე პირდაპირ B2C-ზე გასვლა, თქვა, ხო, პირდაპირ მოხმარებაზე, ეს არის ერთადერთი გზა. ამაში ჩვენ გვჭირდება განათლება და ნახეთ ღვინო თვითონ როგორც ასეთი ხო პროდაქშენი ერთი მხრივ დარგის რეგულირება მეორე მხრივ ხო რასაც მე და თქვენ ყოველთვის ვიძახით ხოლმე ვენახების კლასიფიკაციაზე და ქვევრის კლასიფიკაციაზე არტი როგორც ასეთი იმიტომ რომ არტი ჩვენ გვჭირდება ჩვენ არა ვართ ახლა ბურგუნდიასა ცნობილი როცა ბურგუნდიას აღარ ჭირდება თავის ფოლკლორი და არჩეული ფოლკლორი აქვს მათ იმისათვის რომ ბურგუნდიული ღვინის პრომოუშენი ჩვენ ეს გვჭირდება თან მართლა გვაქვს ძალიან საინტერესო ისეთი კულტურული სპეციალიტეტები. ერთად რამდენად კარგი კოლაბორაცია იქნებოდა აი ამ პროექტის განხორციელებით. რუსთავთან ფანტასტიკური, არა გითხრათ. და მსახიობები ხო საერთოდ, ხო აი, რავი, სავსე იყო რუსთავის თეატრი, 800 კაციანი დარბაზი. ძალიან დიდი მადლობა რუსთავის თეატრს. მართლა აი ძალიან დიდი მადლობა ბატონ გია თავაძეს და განათლება. აი ამ კომპოზიციით ჩვენ შევძლებთ წარმატების მიღწევას და ჩვენ სხვათა შორის შემდეგი წლიდან ვიწყებთ სპეციალურ სასწავლო პროგრამას ქართულ ღვინოზე. ეხლა მალე გამოვა სახელმძღვანელო ამის და ეს სასწავლო პროგრამა არის რამოდენიმე დონიანი, რომელიც იქნება ქართული ღვინის ენთუზიასტი, ქართული ღვინის ექსპერტი და ქართული ღვინის ელჩი და სწორედ ეს საგანმანათლებლო პროგრამა ჩვენს ღვინოზე, ჩვენ ღვინის პროდაქშენზე, მის ამ სიმდიდრეზე, აპელასიონებზე მართლაც გაზრდილ ხარისხზე. მინდა გითხრათ, გუშინ არ ვიცი 80-ზე მეტი მეღვინეობის საფერავები იყო წარმოდგენილი ჩვენს ორივე დღეზე, ხო? აი ძალიან დიდი კარგი სვლა არის. მე გულწრფელად გეტყვით მაინც არ მყოფნის. მე მეტი მინდა, მართლა მეტი მინდა, იმიტომ კი არა რომ ეს ცუდია, ძალიან დიდი ზრდა. ეხლა 2004 წელს ჩვენ ვეძებდით ღვინოებს. აი 20 წარმოებელი ძლივს ვიპოვეთ, გულწრფელად ვამბობ. დღეს ძალიან დიდი პალიტრა არის. უბრალოდ ამას ეხლა ჭირდება მეტი კლასიფიცირება და რაღაცნაირი სტრუქტურირება, რომ ჩვენ ვისაუბროთ არა უბრალოდ საფერავზე, არამედ პოიაკის დონის ღვინოებზე, სენ-ჟულიანის, სენტესტების, დიდი მნიშვნელობის ღვინოებზე, იმისთვის რომ თქვენ ხო ხვდებით რომ აი მარკეტინგშიც ხო ესეა ხო არის რაღაც ლოკომოტივები და მაგას მე მიყვება მთელი ქვეყანა. შეუძლებელია რომ მთელი ქვეყნის ღვინოები ღირდეს 10 და 20 евро და არ ვიცი 100 და ასე შემდეგ ხო? მაგრამ სწორედ ესეთი ღვინოები რომლებიც მიმული არიან ადგილებზე და მიმული არიან რაღაც კონკრეტულ ხარისხებზე და გემოების ნიუანსებზე ქმნიან ამ ლოკომოტივებს. და ჩვენი ამოცანა სომელითა ასოციაციის და ჩვენი სკოლის სწორედ ესა რომ ვასწავლოთ ეს ადგილები, ვასწავლოთ ეს გემოების ნიუანსები, მაგრამ თავარი იმაშია, რომ ჩვენი კულტურა არის, ჩემი აზრით, ღვინის, არა მხოლოდ ქართული, მაგრამ ქართული ღვინის, არ ვიცი, მინიმუმ ნახევარი. ჩვენ ვერაფრით ვერ კარგი გაგებით ვერ გავყიდით ჩვენს ღვინოს, ახლა მე ფინანს რო გაყიდოს აქ ხოლოდ არ გულისხმობ და ვერ მოვახვედრეთ გულებში, თუ ეს არტი ამასთან ერთად არ იქნა. თან რომელიც ესე ეხამება, ახლა ჩვენი საინტერესო ტრადიციები, იგივე სუფრასთან დაკავშირებული, იგივე სადღეღოებები, რომელიც ახლა ჩვენთვის შეიძლება ცოტა რაღაცნაირი old fashion გვეგონოს, მაგრამ უდიდესი კულტურული ფენომენი. ოღონდ დაუბრალობდა. თითქოს, აი, ხო იცით, აი, სტუმარი რომ ჩამოგდით და რომ ასე ენებ ძველ ქალაქში და უირა ლამაზი ყოფილა რომ აღმოჩენი, მაგრამ ერთი მთავარი არავითარი ფაშიზმი, არავითარი პროვინციალიზმი, არავითარი შოვინიზმი, რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ, საქართველები, ყველაზე კარგი ღვინო ქვევრის არის.
არა. აი ამ პატარა სენს ჩვენ თუ განუკურნავთ და თუ მართლა გულწრფელად ჩვენ კარგ რაღაცებს დავანახებთ, ეს იქნება მაშინ უფრო დიდი წარმატება. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ღვინის თემაზე საუბრობთ, იმიტომ რომ ღვინო არის ამოუწურავი. ამ თემაზე საუბარი თქვენს და მე ძალიან დიდ სიამოვნებას გვაინტერესებს და დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო. შალვა ხეცურიანი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.